ეს ასწლიანი პროტესტი განმეორდებოდა მეც ვიტყვი, რომ ეს არის ახალი ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელმაც მოგვიტანა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. ეს გამარჯვება არის პირველ რიგში ამ დე-ფაქტო ხელისუფლების არაღიარება, როგორც გარეთ, ისევე შიგნით და თუ ვინმე რაც კუთხით არის ნიჰილიზმში, რომ აი რა შედეგი გვაქვს, შედეგი არის უდიდესი, იმიტომ რომ დღეს ვდგავართ უკვე იმის წინაშე, რომ ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას არ ყავს არავინ, ვინც აღიარებს ირგვლივ და ცივილიზებულ სამყაროში. რაც შეეხება თანამედროვე ტიპის პოლიტიკას, ძალიან მნიშვნელოვანია და მე ძალიან მომწონს ბოლო პერიოდში ტენდენცია, რომ პოლიტიკოსები მოდიან არა ელიტებიდან, მოდიან მიწიდან პოლიტიკოსები და მოდიან ხალხიდან, სამოქალაქო სექტორიდან და ამას განაპირობებს ის, რომ დღეს გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, რომელსაც უკეთ ესმის ხალხის ხმა და გაცილებით უკეთ ხვდება ამ ხალხის პრობლემას. ის, რომ ქვეყანაში არის სიღარიბე და რაც ეხლა ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გამოკვეთა და იქ არ იყო მარტო თოვლის პრობლემა, იქ იყო უკიდურეს სიღარიბის პრობლემა, რომელიც მუდმივია წელიწადის ყველა სეზონზე და ყველა დროზე და გარდა იმისა, რომ ამ სტიქიამ ასევე გამოკვეთა, რომ სისტემა საერთოდ მზად არ არის მსგავსი მოცემულობისთვის, რომ ამ სტიქიას ან ნებისმიერად დაუგეგმავ რაღაცა შეებრძოლოს, გამოკვეთა ადამიანების საჭიროება, როდის უნდა მიხვდეთ ამ ერთმანეთის საჭიროებას. აქედან გამომდინარე, რომ ჩემი ქმედებაც, რომ თქვენი გადაცემიდან წავედი პირდაპირ გურიაში, გარდა იმისა, რომ ჩემი სფეროა გარკვეულწილად სამაშველო სექტორი, არის ის, რომ სადაც ადამიანებს ჭირდებათ ყველაზე მეტად თანადგომა, პოლიტიკოსი ხარ, იმიტომ რომ ამ ხალხის ხმა იყო ნებისმიერ ადგილას. ვერ იქნები ამ ხალხის ხმა, თუ ამ ხალხთან ახლოს არ იქნები და ამ ხალხს უშუალოდ შენ არ შეეხები მათ ყოველდღიურ პრობლემას. სადაც არ უნდა იჯდე, თუ იჯდები რა შუშის კოლბაში, ვერასდროს ვერ გადმოცე მათ სათქმელს. დღევანდელი სოციალური მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ის, რომ ღარიბები არ მოდიან პოლიტიკაში, იმიტომ რომ პოლიტიკაში ორივე მხარეს ყავს რაღაცნაირად ელიტა, მდიდარი ელიტა, რომლისთვისაც უბრალოდ არ არის, რომელიც ვერასდროს ვერ იქნება ამ ყოველფრის მიმართ ისე განწყობილი, როგორც უნდა იყოს განწყობილი. შესაბამისად, მე ყოველთვის მხარს უჭერ ადამიანების პოლიტიკაში მოსვლას, რომლებიც შიგნით არიან ნამყოფი ამ ყველაფერთან. ამ სტიქიის განმავლობაში რეალურად გამოჩნდა ის, რომ ყველა გავთანაბრდით აბსოლუტურად, არ ქონდა მნიშვნელობა არც პოლიტიკურ გემოვნებას, არც წარმომავლობას, არც გენდერს, არაფერს აბსოლუტურად ჩვენ მოხალისეები, ხა ჩვენ თავს ვაიდენტიფიცირებდით მხოლოდ მოხალისეებად. ჩემი ეკიპაჟი, მე ორი ეკიპაჟი მყავდა, რომლებიც შევდიოდით ზვაუსაშიშ ნაწილებში და სადაც სხვა ტექნიკა ვერ შედიოდა. იქ ჩარჩენილ ოჯახებთან, რომელსაც უბრალოდ 5 დღე არანაირი კომუნიკაცია არ ქონიათ, უბრალოდ სიგნალიც კი არ გამოდიოდა მათგან და რაც საკვების ბოლო პროდუქტი მარაგი ქონდათ დარჩენილი. ჩვენ იქ არ ვარჩევდით ვისთან მივდიოდით და არავისთვის არ გვიკითხავს ვის მისცა ხმა და საერთოდ არ გვაინტერესებდა მათი პოლიტიკური იდეოლოგია და ვისი ამორჩევლები იყვნენ. ჩვენ ეს ყველაფერი გადავდეთ გვერდზე და ის მთელი გურია ჩვენთვის ყოველთვის იყო ჩვენი საზოგადოება. თან ამას როცა აკეთებ, ეს უნდა გააკეთო ისე, როდესაც ადამიანთან მიდიხარ და მიგაქვს საკვები ან საბაზისო საჭიროების ნივთები, ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ამ ადამიანმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. ეს უნდა გააკეთო ისე, რომ ამ ადამიანმა თავი იგრძნოს საზოგადოების წევრად, რომელიც საზოგადოებაც ყოველთვის მზად არის მას დაუდგეს გვერდში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც იყო ის, რომ თუ ყველა მიგატოვებს ამ ქვეყანაში არის საზოგადოების ახალი ტიპი ჩამოყალიბებული, რომელიც არასდროს არ მიგატოვებს და ყოველთვის შენთან იქნება. მთელს ამ პროცესში ძალიან ბევრი ხარვეზი, რომელიც ძალიან ტექნიკური ნაწილია, თუ როგორ უნდა მუშაობდეს სახელმწიფო, როგორ უნდა მუშაობდეს სამაშველო სექტორი, რაში უნდა გამოეყენებინა თავდაცვის ძალები სახელმწიფომ, რომ პირველი რომ შედეგი ვერ განსაზღვრა რა შედეგი დადგებოდა დითოვლობის დროს და მეორე რომ დამდგარ შედეგზეც ვერ აღიარეს რა შედეგი იყო დამდგარი და ამას კიდე მოყვა ყველანაირად არასწორი ქმედება და მე ენერგია დახარჯეს სრულიად არასწორად რამაც და ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ არა მოხალისეების მსგავსი ჩართულობა გვექნებოდა გაცილებით დიდი მსხვერპლი. რა უნდა გააკეთოს ამის მერე ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ეს ძალიან ცხადია უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი და ყველა გადაცემაში ვამბობ რომ ჩვენ შემსრულებლის დონეზე ყავს პროფესიონალი ადამიანები ამ საქმეში, მაგრამ ბრძანების გამცემ დონეზე არ ყავს პროფესიონალი ადამიანები
ვინც ამათ უნდა დაუსახოს სწორი ამოცანა. ამისა სისტემურად ისე მოწყობილი, მათ შორის ხელისუფლების დეცენტრალიზაციის კუთხით იქნება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. რეალობისგან. ხო, ეხლა საჯარო სამსახურებიდან კი ვიძახით, რომ ყავს კარგი პროფესიონალები, მაგრამ ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა და რეჟიმი არ შეიცვალა და მიდგომა, იქ პროფესიონალები, რომელთაც ამავე დროს სამოქალაქო ღირსების შეგრძნებაც აქვთ, უბრალოდ ფიზიკურად არ დარჩებიან.